დღეს გავრცელდა უმძიმესი კადრები, უმძიმესი დანაშაულის შესახებ, რომელსაც ჩადიან პოლიციელები საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ, დაკავებამდე და სავარაუდოდ დაკავების შემდეგ სახეზეა უმძიმესი ფაქტი, დამამცირებელი მოპყრობა, ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო. ფაქტი ჩადენილი ჯგუფურად და უმძიმესია საყურებლად და უმძიმესი აღსაქმელად ფაქტი, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიციელები ჩადიან დანაშაულს ჯგუფურად და ერთი პოლიციელიც კი არ გამოერია მათ შორის, რომ დანაშაული აღეკვეთა და ხელი შეეშალა თავისი კოლეგების მხრიდან ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. ეს გვაფიქრებინებს, რომ მათთან არის გამჯდარი და აქვთ მათ გარანტია დაუსჯელობის სინდრომისა, თუ ასე სააშკარაოზე ფაქტები არ გამოვა და არ გამომზიურდება. მინდა მივმართო პროკურატურას. მხოლოდ გამოძიების დაწყება არ კმარა, სახეზეა ჯგუფური დანაშაული და ყურადღება უნდა მიექცეს ამას, რომ სახეზეა პოლიციელების მხრიდან ჩადენილი უმძიმესი ქმედება ჯგუფურად და ამის დამალვა არ შეიძლება და ამას მიექცევა შესაბამისი ყურადღება. შესაბამისად მივმართავთ სახალხო დამცველს, რომ განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანოს და მონიტორინგი გაუწიოს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აღნიშნულ სისხლი სამართლის საქმეს. საქართველოს მოქალაქეების მხრიდან მიმართ უბრალოდ ძალადობა უკვე იქცა სისტემური ხასიათის ქმედებებად სამწუხაროდ პოლიციელების მხრიდან და მე შემიძლია გითხრათ არაერთი ფაქტი, როდესაც თუნდაც აქციების დროს ჩადენილი იქნა არაერთი უმძიმესი ქმედებები, შევსებული აქვთ ეგრეთ წოდებული ფორმა ნომერი 1 დაწყებულია გამოძიება და ქმედებებს შესაბამის სამართლებრივ შეფასებებს უამრავ და ბევრ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენ ვერ ვხედავთ. აქედან გამომდინარე დამატებით კიდევ ერთხელ მიმართავთ პროკურატურას, რომ მხოლოდ გამოძიების დაწყება არ კმარა, აუცილებელია უსწრაფესი შედეგი უნდა იყოს ჯგუფის მიმართ ჩადენილი ძიმე დანაშაულთან დაკავშირებით. და ბოლოს, სად არის მეგობრებო პოლიტიკური პასუხისმგებლობის თემა, სად არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც უკვე ღიად ხდება დღისით მზისით ძალადობა და სად არის პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი, სად არის კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი და გამოვიდეს და თქვას ელემენტარულად თუ გრძნობს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და რაში მდგომარეობს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც უკვე ათეულობით სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებულია გამოძიება, აქციების დარბებიდან მოყოლებული და შედეგები თითქმის არც ერთ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის და მოვითხოვთ კიდევ და კიდევ პროკურატურიდან და შესაბამისი ორგანოებიდან უსწრაფესად შემაჯამებელი შედეგები, უსწრაფესად გამოძიების შედეგები, ვინაიდან ფაქტი სახეზეა, მხოლოდ გამოძიების დაწყება არ კმარა.